მოგესალმებით ჩემო ძირფასებო, მოკლედ გეტყვით დღეს პანიკური შეტევების შემდეგ რატომ გვეწყება შფოთვა. Წარმოიდგინეთ სიტუაცია, გარკვეული მიზეზების გამო დაგვეწყო პანიკური შეტევა. სულ პირველი. და რა ხდება იმ დროს? გვეწყება სიმპტომები, გულის აჩქარება, ჰაერის უკმარისობა, გულის წასვლის შეგრძნება, ასე შემდეგ. რადგან ეს ყველაფერი ჩვენთვის პირველად ხდება, იმ დროს არ ვიცით რა მოხდება. გადავრჩებით, არ გადავრჩებით, მოხვდებით, არ მოხვდებით, ვინმე გვიშველის, დაგვეხმარება იმ დროს. იმ დროს ჩვენი ტვინი განიცდის ძალიან დიდ შიშს. და ეს არის სიკვდილის შიში. როგორც ვიცით, ეს არის ყველაზე დიდი შიში ადამიანისთვის. და ამ ყველაზე მძაფრ გრძნობას ინახავს ჩვენი ქვეცნობიერი გონება. და ის მომენტი ზუსტად ხდება ჩვენთვის მატრამვირებელი სიტუაცია. ადამიანისთვის ყველაზე საშიში მდგომარეობა იწყება შემდეგ და ეს არის შფოთი. შფოთი ამ შემთხვევაში ნიშნავს მხოლოდ ერთს. ვშიშობთ წინასწარ, რომ არ განვიცადოთ ისევ ის შიში, რაც პანიკური შეტევის დროს ჰქონდა. ვაიმე კიდევ არ მოხდეს, კიდევ არ დაგვემართოს, კიდევ არ განმეორდეს და ასე შემდეგ. თავიდან ჩვენ ამ შფოთს ძალიან კარგად აღვიქავთ. Ზუსტად ვიცით რატომ გვაქვს. მაგრამ როცა უკვე გადის დიდი დრო, მას უკვე აღარ ვაქცევთ ყურადღებას, იმიტომ რომ ვეგუებით, მაგრამ ეს შეგუება არ ნიშნავს, რომ შფოთვა სადმე წავიდა. მან უბრალოდ გადაინაცვლა უკანო პლანზე. ანტიდეპრესანტების ან ტრანკვილიზატორების ხარჯი. მაგრამ ზუსტად ის შფოთვა ფონად სულ მუშაობს. სულ განგაში აქვს ჩართული. ჩემთან მოსული კლიენტები ხშირად ამბობენ, რომ უენერგიობა აქვს დილიდან. შეუძლებელია სხვანაირად იყოს, სანამ შფოთი შენს სხეულსა და შენს გონებაში ფონად სულ მუშაობს. თქვენ უბრალოდ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენი სასიცოცხლო ენერგია ჭირდება ჩვენს ორგანიზმს, რომ ამ მუდმივ შფოთვას გაუმკლავდეს, ისე რომ ჩვენი ყოველი წამი ჯოჯოხეთს არ გავდეს. აი ზუსტად ეს შეგუების მდგომარეობა ადამიანისთვის ყველაზე საშიში. ისე ილევა ამ შეგუებაში მისი ცხოვრება, რომ ვერ წვდება. მისი პროდუქტიულობის 100%-დან მხოლოდ 10 აღარ რჩება. სადაც აღარც მისი თავისთვისა და აღარც მისი ოჯახისთვის. წლები კი მიდის, ის კი ელოდება რაღაც სასწაულს. ეხლა კი კარგი ინფორმაცია ჩემო კარგებო. ვინც არ იცით, მე ვარ თემონია სიწვერიძე, ჰიპნოთერაპევტი, ოსტატი ქვეცნობიერთან მუშაობის საკითხებში და მყავს უამრავი კლიენტი, რომლებმაც წარმატებით დააღწიეს თავი პანიკური შეტევებისგან და შფოთვებისგან. მე თქვენი დახმარება შემიძლია, რომ ერთხელ და სამუდამოდ თავი დააღწიოთ ამ ჯოჯოხეთს და დაიბრუნოთ ბედნიერი დღეები და გათენებული დღის ხალისი. ამისათვის კი საჭიროა ჩაეწეროთ კონსულტაციაზე. ახლა კი ყურადღებით, კონსულტაციაზე ჩაეწერეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, ვინც უკვე მიმართეთ ექიმსაც, ფსიქოლოგსაც, ფსიქოთერაპევტსაც, ყველასთვის ცნობილ მარჩიელ გელასაც და ტაროლოგ ქეთინოსაც. თუ ეს ყველაფერი გავლილი არ გაქვთ, სხვანაირად კონსულტაციაზე ვერ მოხვდებით. პირდაპირ გეტყვით, მომსახურება არ ღირს იაფი, მაგრამ მე თქვენ გააძლევთ გარანტიას ზუსტად იმ შედეგს მიიღებთ, რაც თქვენ გინდათ. შედეგის მიუღებლობის შემთხვევაში სრულიად თანხას გიბრუნებთ უკან. ჩემი მუშაობა არ გავს არც ფსიქოლოგის, ან ექიმის მომსახურებას, რომლის ინტერესიც არ არის შედეგზე ორიენტირებული. ის მაინც ღებულობს ყოველ ვიზიტზე ფულს. მიუხედავად იმისა, მოგცემ თუ არა შედეგს. ალბათ მიხვდით რამხელა განსხვავება. ისიც კარგად ვიცი, რომ ყველას დახმარებას ვერ შევძლებ. 100 კაციდან მაქსიმუმ 10 გახდეს ჩემი კლიენტი და მზად იყოს ჩემი მომსახურებისთვის. და ყველაზე მთავარი, ისიც მე ვირჩევ, ვინ ავიყვანო სამუშაოდ. სასიამოვნო იქნება თუ არა სამუშაო პროცესი მასთან. ხოლო ვისაც გაგიჩნდებათ პრეტენზია თანხასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ ესეთი ხალხი იქნებით, ნუ აღელდებით, იაფი მომსახურება აქვს ექიმს, ფსიქოლოგს, მარჩიელ გელას და ტაროლოგ ქეთინოს. გისურვებთ ყველას ჩართულობას და გაუფრთხილეთ საკუთარ თავს.